მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამვარსკვლავები გვამსდობენ, მე ასტროლოგი დელძანყვანი მიხეილ ცაგალი, კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ საუბრობთ იმ მოვლენებზე, რომელიც მოსაუბრელია ახლოს ერთი კვირის განმავლობაში, საუბარია 30 ივნისის და 6 ივლისის შუალედში მდინარე ასტროლოგიური პროგნოზი. როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის და რა ტენდენციებია მოსაუბრელი ამასთან დაკავშირებით? პირველ რიგში მოვიტანხმოთ, რომ მოგვადგა რეალურად ივლისი. და ფაქტია, რომ ჩვენ ერთი 30 კიდე გავივლით ამ 30 რიცხვს და შემდგომ უკვე გადავდივართ ივლისის, ასე ვთქვათ, ფერხულში და რა ტენდენციები იქნება ამასთან დაკავშირებული, სასკოლო კვირაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ მთლიანობაში ივლისი რა ტენდენციების მატარებელია. ესე იგი, ზოგადად, მოდი ესე ვთქვათ, რომ დედამიწა უკვე გადავიდა პოზიტიურ ენერგო ველში. და ხვალიდან კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობ ჩვენ ამას და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 17 რიცხვამდე ივლისისა იგი იქნება პოზიტიურ ენერგო ველში. ეს საგრძნობლად ამო გვას უნთქებს. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ როცა დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველში გადადის, ადამიანის ორგანიზმი თავისუფლად სუნთქავს, თუ შეიძლება ესე ითქვას. მისი ორგანოები შედარებით მშვიდად მუშაობენ. ნელ-ნელა უმჯობესდება მდგომარეობა, ასე ვთქვათ, ამინდით შედარებით უფრო სტაბილურდება. ამავდროულად ურთიერთგაგება მატულობს ადამიანებს შორის და შეგვიძლია ხელშეკრულებებისთვის, იდეების რეალიზაციისთვის, მოლაპარაკებებისთვის უკვე გაცილებით უკეთესი პერიოდია. ყოველხრივ ადამიანი უკეთ გრძნობს თავს პოზიტიურ ენერგო ველში და შანსები წარმატებისა გაცილებით მეტი აქვს. ეხება ეს ასეა თუ ისე ყველას. ეხლა რატომ 17 რიცხვის ჩათვლით, მოდი ესე ვთქვათ. და რა ხდება 18-დან? 18-ში საქმე იმაშია, რომ ჯერ ერთი დედამიწა უკვე იწყებს უარყოფით ენერგო ველში გადასვლას და მეორე ნახევარი ივლისისა იქნება ამ მხრივ ცოტა უფრო რთული. დაახლოებით სადღაც 28 რიცხვამდე დედამიწა უარყოფით ენერგო ველში, ამიტომ აქ სირთულეები იგივე მოლაპარაკებების კუთხით, იდეების რეალიზაციის კუთხით ცოტა უფრო გამძაფრდება და უფრო რთული იქნება, მაგრამ მთავარი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ჩვენ 18 რიცხვიდან ეს პერიოდი, რომელიც 3 კვირა გასტონს და რეალურად 11 აგვისტომდე გასტონს მთლიანობაში ეს პროცესი, აქ ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური ხდება უკუმავალი. თქვენ იცით, რომ ეს მერკურის აქ დაახლოებით 2-ჯერ 3-ჯერ წელიწადში ეს რეტროგრადულობა უკან მიდის, თუ შეიძლება ესე ითქვას, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ 18-დან ივლისისა დაახლოებით 11 აგვისტომდე გართულდება ახალი ხასუსო ახალი იდეების რეალიზაცია. გართულდება საჭირო კომუნიკაციის მიღება, გართულდება მოლაპარაკება, გართულდება ასევე მგზავრობა, მოგზაურობა, აქ სხვადასხვა სახის სირთულეება შეიძლება მეტად იჩინონ თავი. ამავდროულად შესაძლებელია ამ პერიოდში გაითვალისწინეთ, რომ ასევე მოხდეს გარკვეული საკონფლიქტო სიტუაციების გაღვივა, ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება ჩვენ თავი ზოგიერთი ადამიანის ყოველ შემთხვევაში ცხოვრებაში ესე შეიძლება თვალშისაცემი გახდეს და ასე შემდგომ. ერთ სიტყვით რის თქმა მინდა, რომ რაღაცა გაქვთ ახალი იდეა, ახალი პროექტი, გინდათ მოლაპარაკება, ხელშეკრულების დადება, რაღაც მგზავრობა, მოგზაურობა, მშვენი საკითხების მოგვარება და შემდგომ. ეს ყველაფერი განახორციელეთ 18 რიცხვამდე. აი ამაზე ლაპარაკი მხოლოდ ივლისისა. რატო? იმიტომ რომ 18-ის მერე მერკური ხდება უკუმავალი 3 კვირი და გაცილებით რთული იქნება მოლაპარაკებაც, იგივე დავუშვათ საერთო კონსენსუსის პოვნა, იგივე იდეების რეალიზაცია, ახალი იდეების რეალიზაცია ხალხს უსვათ, თორე ის ჩვეულებრივი იდეები ან ადრე დასხული იდეები ნორმალურად განვითარდებიან, მაგრამ ახალი საქმე, ახალი იდეა, ახალი პროექტი აქ უკვე გაიჭედება. მოლაპარაკება, ხელშეკრულება ძალიან რთულად წავა. ურთიერთგაგების შემცირების ფონზე. ამიტომ უკვე 18 რიცხვიდან ივლისისა 11-მდე აგვისტოსი ჩვენ სამყარო გვაბრუნებს უკან. რეტროგრადულობა სწორედ ამას ნიშნავს. თქვენ გქონდათ რაღაცა ძველი იდეა, პროექტი, რაღაცა ძველი საინტერესო კომუნიკაცია ამ პარტნიორული თანამშრომლობა, ამ სამყარო გვევნება. დაუბრუნდით ძველს. აი იქ რა შეცდომა დაუშვით, რატო არ წარიმართა ის საქმე კარგად? ან რამ შეაფერხა იგი? საჭიროა ყოველივე ამის ანალიზი ან გამოსწორება. რისი საშუალებაც გაქვს. ეხება როგორც ურთიერთობებს, პარტნიორულ ურთიერთობებს, ასევე ეხება საქმეს. აი ეს პერიოდი დგება უკვე 18 ივლისიდან 11 აგვისტომდე, მაგრამ იქამდე 18-მდე აი კი ბატონო, საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რომ თქვენ
დასახოთ ახალი იდეები, პროექტები, განახორციელოთ, მოგზაუროთ აქტიურად და თან აქ პრობლემები არ შეგექმნათ, რომ თქვენ მოლაპარაკება აწარმოოთ, საერთო ენა იპოვოთ ადამიანებთან და ბევრი სხვა სასიკეთო ცვლილებები შეიტანოთ. აი ეს პირველ რიგში მინდოდა ხაზი გამესვა ივლისში აი ამ მოვლენებისთვის, რასაც უნდა განსაკუთრებული ყურადღება, რომ წინ დაწინოთ და ჩვენ სარგებლობთ პრინციპით, ვის გაფრთხილებულია, შეერაღებულია, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უკვე იცით წინ დაწინ, ესე თქვენ ახლა რა უნდა გქნათ? უნდა ამოძრავდეთ და 18 რიცხვამდე მნიშვნელოვანი საკითხები დაიწყოთ და 18-ის მერე რა, უბრალოდ ეს დაწყებული საქმე გააგრძელოთ. ან ძველი საქმე დაასრულოთ. ან შეიძლება გამოასწოროთ. კი ბატონო, აი ასე დგას საკითხი. 11 აგვისტოდან, როცა გასწორდება მერკურის მოძრაობა, მე ისევ შეგიძლიათ ახალი იდეების, პროექტების განხორციელება და ასე შემდგომ. ეხლა კიდევ მნიშვნელოვანი მოვლენები ივლისში ჩვენ რასაც უნდა მეკცეს ყურადღება 10 რიცხვი ივლისისა, ეს არის ხუთშაბათი დღე, გვაქვს სავსე მთვარეობა, მზის და მთვარის დაპირისპირება, თხის კირჩხიბის ზოდიაქალურ ღერძზე და მეორე 24-ში გვაქვს ახალ მთვარეობა, ასევე ხუთშაბათი დღეა და ახალ მთვარეობასაც უნდა ყურადღება მზის და მთვარის შეერთება ენერგიებისა. ეს ორი დღე რთულია და ამ ორი დღისთვის არაფერი არ დაგეგმოთ. არც ოპერაცია, არც იდეების რეალიზაცია, არც ხელშეკრულებების დადება, არც მოლაპარაკების წარმოება. ანუ 10 და 24 გავიაროთ თხილად ივლისის თვეში. ამის გარდა ივლისში სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებია, რომელზეც ჩვენ ალბათ უფრო ცლად ვისაუბრებთ თანდათან მსვლელობისას, ასე ვთქვათ, გადაცემებისა, მაგრამ ზოგადად მაინც გეტყვით, ზოგად ინფორმაციას მოგაწვით, მაგალითად რა არის საინტერესო ივლისში. პირველ რიგში 4 ივლისს ვენერა ტოვებს მისთვის ძალიან საყვარელ კუროს ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც აძლევს პირად ურთიერთობებს სტაბილურობას, ერთგულების ფაქტორს, წინდახედულობას და გადადის ტყუპების ზოდიაქოში თვის ბოლომდე. ეს რას ნიშნავს, რომ სიყვარული მიიღებს მეტად მოდი ვთქვათ, მსუბუქ ფორმებს, სადაც პასუხისმგებლობა იქნება გაცილებით ნაკლები, მოიმატებს ფლირტი, მოდი ვთქვათ, მოიმატებს უპასუხისმგებლობა, ზოგჯერ ტყუილებისადმი მიდრეკილება, მოიმატებს პირად ურთიერთობებში, ზოგადად ცოტა ცანცარობა, ეს ელემენტები, ტყუპებისა წინა პლანზე წამოიწევს და ზედაპირულობა, ზედაპირული ტყუპები, ზედაპირული ნაცნობობის ტენდენცია გაძლიერდება. აქ გაორება მოიმატებს პირად ურთიერთობებში, ამიტომ არ გაიკვირდეთ თუ უკვე 4 რიცხვიდან თქვენ იგრძნობთ, რომ პარტნიორი ხან მოგწონთ, ხან არ მოგწონთ. დილით ხართ მასთან ემოციური მოსყვაული, საღამოს დისტანციური საერთოდ თავში ჩაგეტილი. ეს ტენდენციები გაძლიერდება, თუმცა თვითონ ურთიერთობა რას ქვია მიიღებს ძალიან მსუბუქ ფორმას. იმიტომ რომ აქ ისეთი პასუხისმგებლობა, როგორც კუროს პერიოდში აღარ იქნება. ამიტომ ადამიანი ნაკლებ პასუხისმგებელია, უფრო ასე ვთქვათ, თავისუფალი ურთიერთობები შემოდის. ამიტომ მოყვარულთათვის, ვისაც ეს თავისუფლება ურთიერთობა მოწონს, მათთვის სულაც არ არის ცუდი პერიოდი, პირიქით, მაგრამ ვისაც არ უარს ესეთი, აი მათ ცოტა გაუჭირდებათ. და მოდი ამშვეთ, რომ აქ ფლირტისადმი მიდრეკილება რას ქვია მატულობს ადამიანებში და აქ აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, მით უმეტეს იგი თუ სიყვარულთან ან ფულთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ აქ მოტყუების და არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა რადიკალურად მოიმატებს. და ამ კუთხით ვიყოთ ცოტა ყურადღები და ფრთხილი წინდახედული. თუმცა პლანეტა ვენერაზე ჩვენ კიდე მოგვიანებით უფრო ცლად ვისაუბრებთ, მაგრამ ეხლა გავითვალისწინოთ, რომ მთელი ივლისი ეს არის მსუბუქი თავისუფალი სიყვარულის პერიოდი, ახსოვს ფლირტით, ახსოვს ზედაპირულობით, შინაგანი მერყეობა გაორებით, სადაც ადამიანს არჩევანის გაკეთებაც კი უჭირს. და აქედან გამომდინარე სირთულეები ექნება და მოდი ასე ვთქვათ, ცოტა უპასუხისმგებლო ფორმას იღებს სასწავლო ურთიერთობა. თუმცა ამავდროულად მოიმატებს პირად ურთიერთობებში გონება, מחვილობა, მოიმატებს ცოტა იუმორის შეგრძნება, კი ბატონო, არის თავისი დადებითი და არის თავისი ვარაუდი, მაგათ მოიმატებს სულსწრაფობა. რის გამოც შეიძლება პარტნიორებმა ასევე შეცდომები დაუშვან. ეს ტენდენციები ცოტა მეტად გაძლიერდება. სამაგიეროდ ფინანსური კუთხით ძალიან კარგი პერიოდია მათთვის, ვინც მუშაობს მასმედიაში. და რადიო, ტელევიზია, პრესა, ჟურნალისტიკა, ეს სფეროები, იგივე სავაჭრო, სამოკლერო სფერო, იგივე დაუშვათ ტურისტული სფეროები, აი აქ გაიფურჩნებათ. მათ შორის ფინანსური კუთხით შემოსავალი ეკნებათ გაცილებით მეტი და უფრო მეტად წარმატებული იქნებიან ამ სფეროში მომუშავე მუშაკები. ამის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, პლანეტა ნეპტუნი ხდება უკუმავალი რეტროგრადული, ასევე 4 რიცხვში, რას ნიშნავს ეს, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, ეს გვაბრუნებს უკან. ამ დაბრუნება ნეპტუნის უკან ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება დაუბრუნდეს ძველ რწმენას.
ან შეიძლება დაუბრუნდეს ძველ სულიერ მასწავლებელს, ან ძველ იდეოლოგიურ პრინციპებს, ან შეიძლება ძველი ხელოვნების, პოეზიის, ან ლიტერატურის ნიმუშებს, მოდი ასე ვთქვა და ახლებურად განავითარო შეიძლება, ან რაღაც სხვანაირად გაიგოს ის, რაც თავის დროზე ვერ გაიგოს სათანადოდ, შეიძლება დაბრუნდეს ძველ ქვეყანაში, მაგალითად სადღაც უცხოეთში იყავით და ეხლა ისევ აი დაბრუნება შეიძლება ძველ ქვეყანაში მოხდეს, ან ძველი ტურისტული დაუშვათ გზები გაიხსენო და ისევ მოიდომოთ იქ მოხვედრა და ასე შემდგომ. აი ეს ტენდენციები გაძლიერდება ასე 4 რიცხვიდან პლანეტა ნეპტუნის რეტროგრადულობის ფონზე და 13 რიცხვიდან ივლისისა ასევე პლანეტა სატურნი ხდება რეტროგრადული. აი ეს ახლა გაართულებს კიდევ რას ამასაც გეტყვით. ნუ მოდი ახლა ესე ვთქვათ, რომ თუ თქვენ გაქვთ საკანონმდებლო ორგანოებთან, ოფიციალურ პირებთან, ხელმძღვანელთა ურთიერთობა, ჩემი თხოვნა 13 ივლისამდე მოაგვარეთ ყველა საკითხები. 13-ის მერე, როგორც კი სატურნი, ეს არის ასე ვთქვათ, ხელმძღვანელთა ნიშანი, ეს არის ბიუროკრატიის ასევე ნიშანი, როგორც კი სატურნი გახდება უკუმავალი რეტროგრადული, გაცილებით გაგიჭირდებათ. გართულდება ესე იგი იმ საბუთების მიღება, რომელიც გინდათ, ამდროს ხელის მოწერა აკლია ხო ხელმძღვანელს, არა გაჯანჯდება, 1000 ჯერ გადაიხედება და ასე შემო ბიუროკრატიული პრობლემები რადიკალურად მოიმატებს შეიძლება აქ მაგალითად საკანონმდებლო ცვლილებები იყოს რატო? აი უცებ შეიძლება გაახსენოთ რა იმ კანონმდებლობაში ადრე რომ მიიღეს. რაღაც არასწორად იყოს, ამას დაუბრუნდნენ, ამასთან დაკავშირებით იყოს უამრავი, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები და ასე შემდგომ და ნუ საბოლოოდ შეიძლება რაღაცა გაასწორონ, შეიძლება არა, მაგრამ ის გვამიდა რომ ამაზე წავა ძალიან ბევრი დრო. ანუ ძველ საკანონმდებლო აქტობთან დაბრუნება, განხილვა ასე შემდგომ და მე რაღაც დაუშვათ შესწორებების შეტანა. ამიტომ აქ არავის არ ცალია ახალი კანონმდებლობისთვის, აქ უკვე არავის არ ცალია ახალი არა მარტო კანონების მისაღებად, არამედ დაუშვათ აი თქვენ გქონდათ რაღაც თხოვნა ხელმძღვანელ პირების, არავინ აქ პასუხს არ გაგცემთ კარგახანი. სანამ სატურნი არ შეტრიალდება და არ გახდება დირექტორი. აი ეს სირთულე კიდეც ამიტომ იქამდე მოასწარით ეს გინდათ მერიაში, გინდათ სამინისტროებში და ასე შემდგომ, იმიტომ რომ მე 13 რიცხვიდან აქ დაიწყება სუფთა სახის ბიუროკრატია. და ახლა მე თუმეტეს ახლა ნეპტუნი რეტროგრადული, სატურნი რეტროგრადული და კიდეც 18-ში მერკური რეტროგრადული, ნუ აქ საერთოდ უკვე 18-ის მერე საერთოდ ჯობია. ასე ვთქვათ, ყოველდღიური საქმით შემოიფარგლოთ, ან მოემზადოთ დასვენებისთვის. აი შეიძლება ესე ითქვას პირდაპირ. 22 რიცხვი ივლისისა, იმით არის საინტერესო, რომ ეს არის სამშაბათი დღე, აქ მზე გადაინაცვლებს ერთი თვით 22-ში 17 საათზე 31 წუთზე ლომის ზოდიაქოში. ამიტომ ვინც ელოდებით შვილებს, მათ საყურადღებოდ 17 საათი 31 წუთიდან ივლისში უკვე თქვენ ყავთ ლომის ზოდიაქოს ბავშვი. მაგრამ 17 საათზე 30 წუთზე თუ დაიბადა, ის ჯერ კეჩხიბია. ესეც მშობლების საყურადღებოდ მინდა აღნიშნო. და უკვე 31-ში, ესე იგი თვის ბოლოს ვენერა დატოვებს ასე ვთქვათ, მეტად მხიარულ ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს და გადავა კერჩხიბში. აქედან დაიწყება ოჯახის სტაბილურობისთვის, ოჯახის შექმნისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ნუ ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ. ესე იგი ზოგადად ტენდენციები ივლისის თვისა, რომელიც იცით რომ ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს 17 რიცხვის ჩათვლით და იმის შემდგომ, იქამდე კარგია, მერე უფრო რთულია და ეს ცალკეული მოვლენები, რომელიც ამასთან რა იქნება დაკავშირებული. და კიდევ ერთი ძალიან მშვენი მოვლენა, რომელიც მე ბოლოსთვის მოვიტოვე 7 ივლისი. აქ ხდება ძალიან მშვენი მოვლენა, იმიტომ რომ აქ ურანი მოულოდნელობების, თავისუფლების, რეფორმების, სიახლეების და მეგობრობის მმართველი პლანეტა გადადის 7 წლიანი ეპოპეის მერე კუროს ზოდიაქოში, იტოვებს კუროს და გადადის ტყუპებში. ოღონდ არა, დიდი ხნით არა, რამდენიმე თვით გადავა, სადღაც 2 სექტემბრამდე გადავა და შემდგომ უკვე დაბრუნდება უკან კუროში ისევ ცოტა ხნით და შემდეგი წლიდან უკვე გადავა ისევ 7 წლით ტყუპების ზოდიაქოში. და ეს ამშვენი მოვლენაა, ჩემო კარგებო, და რას ნიშნავს, რასთან იქნება დაკავშირებული, ამაზე უკვე შემდეგ კვირა დღეს ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ურანი ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ცვლილებები. აქამდე ცვლილებები იყო განსაკუთრებით დაკავშირებული საბანკო, ეკონომიკურ, სავალუტო სფეროებთან, აი აქ უკვე ახლა წავა ახალი ტიპის ცვლილებები, მათ შორის მასმედიასა და ჟურნალისტიკაშიც კი, ტურიზმშიც კი და ბევრ სხვა საკითხებში იქნება რადიკალური და მოულოდნელი ცვლილებების შვიდწლედი, შეიძლება ესე ვთქვათ. ნუ ეს მოკლე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გველოდება ჩვენ
ივლისში, ახლა რაც შეეხება უკვე ამ კვირას. ანუ 30 ივნისის 6 ივლისის შუალედი, როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის. უბრალოდ სკოლისა დავიწყოთ ვერძით, პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ პერიოდი კარგია იმისთვის, რომ მოკიდოთ ხელი მაგალითად სახლს. აი, ნიშნავენ საყიდლების სახლში, შეიძლება ავიჯი შეიძინოთ, შეიძლება ტელევიზორი, რაღაცა სხვა, ანუ მოაწყოთ, კეთილმოაწყოთ სახლი, ანუ კომფორტი შექმნათ, განახლება. აი, მაგალითად რემონტი, თუნდაც კოსმეტიკური იქნება ძალიან კარგი. ანუ ეს ხელს უწყობს რას? კომფორტული შინაგანი დაცულობის შეგრძნებას. აი ამ ტენდენციებს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრებისა რა ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს იქნება ალბათ უმთავრესი საკითხი ვერძებისთვის ამ პერიოდში ძირითად დროს ყურადღებას ამას დაუთმობენ. ეს არის ძალიან კარგი პერიოდი კონტაქტების შეხვედრების მოლაპარაკე. აქ შეიძლება მიიღოთ ახალი წინადადებები. ხოშეს რომანტიკული ურთიერთობები საკმაოდ კარგად განვითარდება. დაუნშოთ ისიც რომ აქ უფრო თავისუფლად დამოუკიდებლად გრძნობთ თავს და შესაბამისად ასევე მოქმედებთ. ამიტომ საქმიანი კუთხითაც პერიოდი კარგია. შეიძლება ინიციატორი აღმოჩნდეთ ახალი პროექტების, რაც ხელს შეუწყობს ასე უფრო სტაბილურ თქვენ ცხოვრებას. მემკვიდრეობის საკითხებიც აქ შეიძლება საკმაოდ კარგად გადავიდოთ. ერთ-ერთი რასაც უნდა ცოტა ყურადღება, რაც გიშლით ხელს, ეს არის ცოტა ჯანმრთელობის არასტაბილურობა. ანუ იმუნიტეტი თქვენი ცოტა ეცემა. ამიტომ რას ნიშნავს? დაიღალეთ, მაგრამ არ გადაიღალოთ. აი მოგეცათ საშუალება ცოტა მეცეთ საკუთარ თავს დასვენების საშუალება. აი ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ მთლიანობაში ეს კვირა და ეს პერიოდი იყოს საკმაოდ კარგი. რაც შეეხება ახლა კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, აღნიშნოთ, რომ კვირა კარგია, ერგოტონუსი ყოველდღე თქვენი მატულობს, ამიტომ ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ფსიქოემოციური სტაბილურობა მეტად იჩენს თავს ყოველდღე და საკმაოდ კარგი პერიოდია კარიერული განვითარების კუთხით. ეს არის ის პერიოდი, რომელსაც შეიძლება მიიღოთ პერსპექტიული წინადადებები, რეალიზება მოხდეთ თქვენი საქმიანი და შემოქმედებითი შესაძლებლობებისა, მიიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი საჭირო და ახალი ინფორმაცია. ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, გზავრობის, მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია და შეიძლება აქ შეხვდეთ უკვე კარგად მივიწყებულ მეგობრებს ან პარტნიორებს, ეს იქნება თქვენთვის ძალიან საინტერესო შეხვედრები. მოულოდნელმა მოვლენებმა შეიძლება რადიკალურად შეცვალონ არა მარტო თქვენი ცხოვრება, არამედ თქვენი მსოფლმხედველობა. სწავლისთვისა და გამოცდების შესაძლებლად, ვინაიდან რომ საკმაოდ კარგი პერიოდია. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ აქ განახლებად ენერგიებს იგრძნობთ ამ პერიოდში. აქ შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი ახალი რომანტიკული ურთიერთობების ან თავგადასავლების წინაშე აღმოჩნდეთ. სხვა შორის ფინანსური კუთხით შეიძლება რაღაც სასიკეთო ცვლილებები ან ფინანსური რაღაცა დივიდენდები შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, ახალი გეგმები, ახალი სურვილების პერიოდია. სიტუაცია ძალიან სწრაფად განვითარდება და ამავდროულად მოდით აღნიშნოთ, რომ შეიძლება აქ მიიღოთ გარკვეული წინადადება, რომელიც სამსახურთან იქნება დაკავშირებული ან საინტერესო ახალ პროექტებთან მონაწილეობის მიღების პერსპექტივაც კი გაჩნდეს. ეს პერიოდი, რომელიც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში, მთავარი არის რა? დროული, სწრაფი და პრაგმატული განწყობილების მიღება. რათა ასე ვთქვათ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან. და თან კარგად მოიფიქროთ ეს ყოველივე. სხვა შორის ადრეული საქმეებიდანაც შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. ან ახლა ჩაერთვეთ ესეთ პროექტებში, რომელიც მატერიალური კუთხითაც იქნება გამართლებული. ერთადერთი, რასაც უნდა ცოტა მეტი ყურადღება, ეს არის ისევ ჯანმრთელობა. ანუ ჰაერის და ცეცხლის ნიშნებს აქ ცოტა ამ პერიოდიდან უმცირდებათ ენერგოტონუსი. ეს გაითვალისწინეთ. ამიტომ ზედმეტად გადაიღლებთ. იმიტომ რომ ცოტა იგრძნობთ, რომ შრომის უნარიანობა უკვე ისეთი აქტიური არ არის, როგორც იყო 2 კვირის წინ თუნდაც, ხო? ამიტომ ცოტა ადვილად იღლებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი განახორციელოთ, იმიტომ რომ სხვა კუთხით პერიოდი უდავოდ ძალიან კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ ეს დადებითი ტენდენციები სხვა კუთხით გამოიყენოთ, ამისთვის უნდა დაასვენოთ საკუთარი ორგანიზმი, ხო? თქვენმა უნდა დასვენებულ მდგომარეობაში ემუშაოს, სხვანაირად შეცდომებს დაუშვებთ და მერე უკვე პრობლემებს დაიბევთ. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, მთავარი რასაკვირველია მოქმედი პირი ამ კვირაში არის კერჩხები. იმიტომ რომ მფარველი ანგელოზიც კერჩხებშია, ახლა გამარჯვების პლანეტა იუპიტერიც მზეც კერჩხებში, ამიტომ ახლა თქვენი დროა. კერჩხებებო, დიდხანს ელოდით და მაქსიმალურად გამოიყენეთ. შინაგანი განახლების პერიოდია, თან გემატებათ ნელ-ნელა ყოველდღე ენერგია, ფსიქოემოციური სტაბილურობა, ოპტიმიზმი მატლობს თქვენში და აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია წლის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში, სადღაც 17 რიცხვამდე მაინც რაც შეიძლება აქტიურად
მიდეკით, მოდეკით, ხალხში აწუხეთ, იმოძრავეთ, იმიტომ რომ ყველაფერი გამოგდით. მისდულობა, შარმი, კრეატიულობა, ყველაფერი მატლობს. საინტერესო იდეები და სხვების დაინტერესდებიან თქვენი იდეები და პროექტები. სხვები დაგეხმარებიან არაერთი იდეის გახორციელებაში და მათ მხარდაჭერას აშკარად იგრძნობთ. ამასთან ერთად შეგიძლიათ არაერთი პრობლემა კარგად და სწრაფად გადაწყვიტოთ, საკითხი იყო რაღაც საკამათო, ამასაც გადაწყვიტავთ, სასამართლო პროცესები იყო, ესეც კარგად დასრულდება. ამიტომ შესაძლებლობები პოზიტიური არის. აქ შეგიძლიათ ახალი საქმე დაეწყოთ, ახალი პროექტი, ახალი სამსახური, სხვა შორის ქორწინებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შეიძლება განაახლოთ თქვენი ვარსკვლილობა, განაახლოთ თქვენი გარეგნული, ასე ვთქვათ, ფორმა, მეთოდოლოგია მუშაობისა, ურთიერთობები და ბევრი სხვა რამ. განახლებისთვის ასევე ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ლომის ზოდიაქოს რაც შეეხება, მოდი ასე ვთქვათ, რომ აქ ენერგოტონუსს უნდა მიაქცევთ განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ რომ ეს უკვე თქვენ შედიხარ დაავადების წინა ზონაში, როცა ენერგოტონუსი იმუნიტეტი აშკარად კლებულობს. ამიტომ გაცილებით უდმურადულად დაიღლებით ვიდრე წინა პერიოდში. ამიტომ ახლა ცოტა მეტად მოგეცათ საშუალება დაასვენეთ საკუთარ თავი. ნუ გადაიღლებით, ნუ გადაეთვირთებით, ფსიქოემოციური არასტაბილურობა დროდადრო იჩენს თავს, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა. და ეს დაამნიშნავენ, რომ აქ პრობლემები ამ კუთხით არ შეიქმნას. რატო? იმიტომ რომ სხვა მხრივ პერიოდი სულაც არ არის ცუდი. მაგალითად, კარგია ეს კვირა სხვა სახის ურთიერთობებისთვის. მაგალითად, სხვა პრობლემების გადასაწყვეტად. შეიძლება რაღაც უჩვეულო საინტერესო წინადადებების წინაშე აღმოჩნდეს. ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება ახალი სამსახურის პერსპექტივის წინაშე დადგეს, რაც ახალ პერსპექტივებს გახსნის თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ კარგია ეს პერიოდი ახალი პროექტებისთვის, მათ შორის პარტნიორებთან მოგზაურობისათვის. შეიძლება ახალი საინტერესო ნაცნობობის წინაშე აღმოჩნდეს, ან რაღაც მაინტრიგებელი ურთიერთობები შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომელიც თქვენ ცხოვრებაში რაღაც განახლების ენერგიებს შემოიტანს. ანუ ამ კუთხით ეს პერიოდი კარგია, მაგრამ ესე იგი ორი ფაქტორი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. პირველი, ესე იგი ჯანმრთელობა არ გადაიღალოთ და მეორე, ენას კბილი დააჭერეთ. საიდუმლო დაიცავით, ნუ იხმაურებთ, რატომ? იმიტომ რომ გასულეთ რომ ამ პერიოდიდან უკვე ფარუმტრებს არ ძინავთ, მოშორნაებს არ ძინავთ, კონკურენტული ბრძოლაც იზრდება, ინტრიგები, ჭორები თქვენ საწინააღმდეგოდ უფრო მეტად აგორდება, ამიტომ ენას კბილი დააჭერეთ, საიდუმლოდ იმოქმედოთ. ქალწულის ზოდიაქოს რაც შეეხება, საკმაოდ კარგი პერიოდია, იმიტომ რომ როკოტონუსი მაღალია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიულია, დინამიურია, ინიციატივიანია, შრომისუნარიანია და მოდი ამშვიდობთ, რომ ბიზნეს სფეროშიც კი იქნება ფრიად წარმატებული. კოლეგები, ხელმძღვანელები აქ ასკარად გამოხატავენ თავის პატივისცემას თქვენდამი. ეს არის თვითრეალიზაციის ეფექტური და წარმატებული მოქმედებების პერიოდი. ამიტომ პარტნიორული ურთიერთობები საკმაოდ კარგად განვითარდებიან და აქ შეგიძლიათ არაერთი საინტერესო პროექტი სასიკეთოდ განახორციელოთ ან დაიწყოთ რაღაც ახალი საქმე, რომელიც შემდგომ ძალიან კარგად წარიმართება. ეს არის რეფორმების დრო, შემოკარგება, ამიტომ რა შეიძლება მეტი სიახლეები შემოიტანოთ, ახალი მეთოდოლოგია, ახალი ურთიერთობა, ახალი შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა, რაც მეტი სიახლეები იქნება თქვენ ცხოვრებაში, მით უკეთესი და ინტერნეტთან ურთიერთობა აუცილებლად. აქედან მოვა ძალიან ინფორმაცია და ეს მოიტანს ახალ იდეებს და შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობაც კი ჩამოყალიბდეს ამის მეშვეობითაც. მეგობრული კონტაქტებიც ასევე მნიშვნელოვანია. აქ მეგობართა თანადგომა იქნება დროული და მეტად სასიკეთო. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, მოდი ასე ვთქვათ, რომ ენერგოტონუსი ცოტა დაბალია თქვენ უკვე ამ გვერდიდან. ამიტომ ძალიან უკადაღლით საკუთარ თავს. მოგეცათ საშუალება დაჯექით, ან დაისვენეთ, ან წაუძინეთ თუ გინდათ. კი ბატონო, რატო? იმიტომ რომ სხვა კუთხით მათ შორის პოზიტიური შანსები გვაქვს. ამიტომ იმისთვის რომ ეს პოზიტიური შანსები გამოიყენოთ, ორგანიზმი უნდა იყოს თქვენი ცოტა დასვენებული და არა გადაღლილი. Azi გავითვალისწინოთ, რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკური შანსები გვაქვს პროფესიონალური განვითარების კუთხით. მაგალითად, კარიერა შეიძლება კარგად განვითარდეს. ან საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთვოთ, რაც ერთგვარად გაზრდის თქვენს პოპულარობას. ამასთან ერთად ხელმძღვანელები მიაქცევენ ასევე ყურადღებას თქვენს წინსვლას, ამიტომ რაც გამორიცხულად თქვენ შეიძლება მიიღოთ ახალი თანამდებობა, ან ფინანსური კუთხით გამოჯობესოთ თქვენი შესაძლებლობები. ეს კარგი პერიოდი ახალი საქმის დასაწყებად, ახალი შეიძლება სამსახურის დასაწყებად, ახალ პროექტებში ჩართვისათვის. აქ სტუდენტს პატივმოყვარეობა საკმაოდ დაიკმაყოფილებთ. წარმატების ფაქტორი მეორებს საკმაოდ მაღალია, თუმცა თავისთავად არაფერი არ მოვა. შრომა, ეპისკოპა, ორგანიზებულობა, დისციპლინა. ამ თვისებებით კი მიაღწევთ გაცილებით მეტ წარმატებას. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, საკმაოდ პოზიტიური პერიოდია.
განსაკუთრებით მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, მათ შორის უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისა და უცხოეთში მივლინებისათვის, უცხოენების ასათვისებლად, უცხოელებთან ერთად რაღაც პარტნიორული თანამშრომლობისათვის, სულიერი განვითარებისათვის, აქ შეიძლება მიყოთ ახალი ცოდნა. საზოგადოების ფართო ფენის წინაშე გამოხვიდე და ეს იყოს ფრიად წარმატებული ეს გამოსვლა თქვენთვის. აქ შეიძლება საინტერესო შეხვედრების წინაშე აღმოჩნდეთ და ეს შეხვედრები ახალ პერსპექტივებს გახსნიან თქვენ ცხოვრებაში ან შემოიტანენ ძალიან საინტერესო ახალ იდეებს, რომელიც ხელში უწყობენ თავის მხრივ თქვენი მსოფლმხედველობის შეცვლას და უფრო მაღალ დონეზე განვითარებას სოციალურ, ასე ვთქვათ, კიბეზე. ამასთან ერთად პარტნიორები უფრო მეტად ხელში უწყობენ თქვენი ნიჩის და უნარის უფრო უკეთ გამოვლენას და ზოგიერთ საინტერესო ერთობლივ პროექტებში ჩაერთებით. ბიზნეს გეგმები შეიძლება დასახოთ, რომელიც ხელში უწყობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კარიერულ თქვენს წინსვლას. ამიტომ მთლიანობაში კვირა საკმაოდ კარგი და ეფექტურია. რაც შეეხება ამ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნულ აუდებლებს, ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გაუმჯობესოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა. საინტერესო ხელშეკრულება დადოთ. ამასთან ერთად მოლაპარაკებაც აწარმოოთ. ან იპოვეთ პარტნიორი, რომლის დაგეხმარებიან ამ ეტაპზე კარიერულ თქვენს წინსვლაში, საკუთარი თავის რეალიზაციაში, ან საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურ ჩართვაში. ამავდროულად, მოითხოვოთ, რომ უფრო მეტად დაუგდეთ ესე იგი ყურის შიდა ინტუიციას, რომელიც აქ მზარდია და ეცადეთ, რომ კარიერული წინსვლის ეს კარგი პერიოდი მაქსიმალურად გამოიგონოთ. აქ რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს ასევე თქვენ სახლში. შეიძლება ადგილსამყოფელი ვაჭრის ბინა შეიცვალოთ ან ახალ ბინაში გადახვიდეთ. შეიძლება ოჯახში იყოს რაღაც მატება და ამხრივაც იყოს სასიკეთო, თუმცა ერთ-ერთი რასაც უნდა მიექცეს ყურადღება, ეს არის შემცირება ენერგოტონუსის. ანუ იმუნიტეტი ცოტა კლებულობს. ამიტომ დაიღალეთ. გადაიღლებთ. აი მაშინ იქნებით გაცილებით უფრო მეტად წარმატებული და კიდევ თქვენც ისე როგორც ლომეს ერთი აუცილებელი პირობა გაქვთ წარმატებისთვის. ენას ყველი დააჭერთ. საკუთარ საიდუმლოს გათქვავთ, რას აპირებთ, სადმედი ხარ და ასე შემდგომ. ჯერ ნაბიჯი გადადგით, მერე გათქვით. მაშინ იქნებით გაცილებით უფრო წარმატებული. ხისკა ზოდიაქოს რაც შეეხება, საკმაოდ კარგი პერიოდია, ჯერ ენერგოტონუსი მატულობს, ეს ნიშანი პროშრომის უნარიანი, ეპისკოპიანი, მომთვიანი, შეუპოვარია და მნიშვნელოვანი ასევე თქვენთვის აქ პარტნიორთა დახმარება, მხარდაჭერა. სხვათა შორის აი პარტნიორები დაგეხმარებიან ახალი იდეების, ახალი გეგმების ჩამოყალიბებაში და აღნიშნეთ, რომ პარტნიორული ურთიერთობა გინდათ პირადი, გინდათ საქმიანი, ბიზნეს პარტნიორული ბევრად განაპირობებს თქვენს წარმატებას, ან წარმატებულობას, რამდენიც კარგი იქნება პარტნიორული ურთიერთობა, მით უფრო მეტად წარმატებული იქნებით. შეიძლება გამოჩნდნენ ახალი პერსპექტივები, ახალი შესაძლებლობები, მოულოდნელი წინადადებები, მოულოდნელი შემოსავლის წინაშე აღმოჩნდეთ, რაც ხელს შეუწყობს მსხვილ საკითხებს, კაპიტალ დაბადებებს და სხვა სასიკეთო ცვლილებების გამოვლენას თქვენ ცხოვრებაში. და რაც შემოქმედებით ეკუთვნითაც მინდა აღმოჩნდეთ ხისკას აქ ძალიან კარგი მონაცემები, რომ ამ კუთხითაც წარმოაჩინოთ საკუთარი მონაცემები. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულებო ეს პერიოდი ითხოვს ყურადღებას ერთ-ერთი ჯანმრთელობის მიმართ. გადაიღლებით. ჯანმრთელობას მიაქცეთ ყურადღება, რომ ძველმა მათ შორის ქრონიკულმა დაავადებებმა მოუწევთ არ შეგახსნონ თავი. აი მხრივ ვიღოთ ყურადღებით, მაგრამ სხვა მხრივ პერიოდი უდაოდ კარგია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია აქ თქვენთვის უპირველესკულისა რა ის რომ აქ შეგიძლიათ მაგალითად ზოგიერთი საქმე თუ იყო რაღაც პრობლემა ეს საქმე გამოასწოროთ. ახალი შტაბის-კლებები მიიღოთ ამავდროულად შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესოთ ან ადრეული საქმეებიდან მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. აქ კოლექტიურ პროექტებში შეიძლება ჩაერთოთ სხვებს დაეხმაროთ, ამასთან ერთად მორალური კმაყოფილებაც მიიღოთ საკუთარი მოქმედებებისაგან, ინტუიციაზე დაყრდნობით სწორად იმოქმედოთ და ფრიად კრეატიულად გამოავლინოთ საკუთარი მონაცემები, რაც გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და გავლენის სფეროს საზოგადოებაში. ერთ-ერთი, რასაც უნდა ყურადღება კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს არის ჯანმრთელობა. და რაც მეტად შეენარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს კოლეგებთან, ესეც ხელს შეუწყობს თქვენ წინსვლას და მათ მხარდაჭერას. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებებს, პერიოდი კარგია, პოზიტიური, ენერგოტონუსი მაღლდება ყოველ დღე, ინტუიცია ძლიერდება, რომელსაც დაყრდნობით სწორად შემოსაგეთებ და საოჯახში შეიძლება ძალიან სასიკეთო მოვლენებიც და ცვლილებებიც იყოს. აქ აშკარად შეიძლება გამოჩნდეს თქვენი საყოფაცხოვრებო შესაძლებლობები, ასევე მსხვილი საკითხების წინაშე აღმოჩნდეთ ან ადგილსამყოფელი შეიცვალოთ ახალ ბინაში გადახვიდეთ. ეს ის პერიოდია, რომ მსოფლიოსას თქვენი სარისკო მოქმედებაც კი იქნება კარგად მოფიქრებული. თქვენ კარგად შენიათ ცვლილებების. ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ შეიძლება თქვენი მონაცემები ადვილად წარმოაჩინოთ ახალ
სფეროებში, ასე ვთქვათ, ახალ პროფესიებშიც კი და ახალ საქმიანობაში. ამასთან ერთად თქვენს ირგვლივ საზოგადოებაში ისეთი მანდილოსნები გამოჩნდებიან, რომელიც მაქსიმალურად შთაბერავენ სულს თქვენს ტრანსფორმაციას, თქვენ შინაგან განახლებას, საინტერესო ზოგიერთი იდეის ჩამოყალიბებას და მის კონკრეტულ რეალიზაციაზე თქვენი ნიჭის დონარის ახლებურად გამოვლენას და ისინი ხელშეუწყობენ თქვენი ნაცნობთა წრის გაფართოებასაც კი. ზოგიერთ თქვენთაგანი მონაწილეობას მიიღებს აქტიურად სოციალურ პროექტებში, რაც ერთიორად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში. კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობას იქნება ფრიად წარმატებული, საუკეთესო დროა სიყვარულისთვის, სასიყვარულო და რომანტიკული კავშირებისთვის, არსებული ურთიერთობების გასვლა უმჯობესებლად და შვილებთან ურთიერთობისას, რაც ურთიერთგაგება პიკს მიაღწევს. ეს მოკლე ინფორმაცია 12 ზოდიაქოს ნიშნის შესახებ ამ კვირაში. რეალურად ჩვენ ახლა მივახლოვდით ამ საუბარში იმ პერიოდს, როდესაც ესე იგი ჩვენ წინ გველის გარკვეული პაუზა, თუმცა სანამ პაუზაზე გადავალთ, იქამდე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ვისაც აქვს დაინტერესება პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა ესე იგი გითხრათ ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი 599915229. მეორე 599915229. ამ ნომრით შეგვეხმიანეთ საკონტაქტო ტელეფონია და ვნახოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი. დავსახოთ, რა გზით უნდა იაროთ, რა კოსმიური მისია გაქვთ. ნუ ახლა საინტერესო მოვლენებია უამრავი, მათ შორის ახლა მშობლები იყვნენ, ვისაც ბავშვი ყავს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში და ნუ ახლა ვერაფერი ვერ გაიგეს, იმიტომ რომ ექიმებმა ვერ გაიგეს, რა ჭირს ბავშვს რეალურად აფერი არ ჩანს. ფსიქოლოგებმა რაღაცა მოსინჯეს, მაგრამ ფერ გამოვიდა, გაუშვეს ფსიქიატრებთან, ნუ იმათ მარსკვლია გაჭყიფეს ფსიქოტროპული და საერთოდ კედლებზე ავიდა ბავშვი და ნუ ესე იგი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდეს, ხო? და შესაბამისად ძალიან კარგად იკვეთებოდა მის პირად ჰოროსკოპში რაც ხდებოდა, ხო? რეალურად არც ექიმი არ ჭირდება მას და არც ფსიქიატრი და არც ფსიქოლოგი. რეალურად მას ჭირდება ერთ-ერთი რამ. გამოლოცვა, კვეთებული საეკლესიო გამოლოცვა ლახვრის დადებით. მორჩა, მეტი აფერი არ არის საჭირო. აი ამ ლოცვის მეშვეობით, თუ ეს ლოცვა სწორად გაკეთდება, ვიმეორებ, ზოგიერთი არასწორად აკეთებს ამას მათ შორის მოძღვარი, თუ სწორად გაკეთდება, ეს ყველაფერი მოეხსნება, იმიტომ რომ მას აქვს სერიოზული ენერგოდაბინძურება, თვალის და შავი მაგიის ზეგავლენის შედეგად ეს ენერგოდაბინძურება აჩენს შიშებს, აჩენს ცუდ აზრებს და აჩენს რასაკვირველია ზოგჯერ სუიციდისადმი მიდრეკილებებს. ამიტომ ეს არის რეალურად დღეს კანდიდატი ფსიქიატრიულის. მაგრამ ჩვენ იმედი მაქვს, რომ უშველით მას და ფსიქიატრიულამდე საქმე არ მივა. გამოლოცვების მეშვეობით ნელ-ნელა გამოდის სამწუხაროდ ბევრმა არ იცის, რომ ფსიქიატრიულში ვინც ზის 99%-ს აი ამით შეიძლება და შველა მათთვის, მაგრამ არ იცოდნენ ეს შეიყვანეს ფსიქიატრიულს და ფსიქიატრიულის რა არის? არის იზოლაცია საზოგადოებისგან და რეალურად კიდევ ეს ვეღარ ამოდის რეალურად. მოდი ასე ვთქვათ და ამიტომ ამ შემთხვევაში აუცილებელია ამ პროცესების ჩატარება, რის შემდგომ ხა ესეთი ჩვენ გვყავდა და არაერთი რომლებიც გამოიყვანეთ ამ მდგომარეობ. თუმცა იყვნენ ისიც, ვინც ვერ გამოიყვანეთ, იმიტომ რომ არ დაგვიჭერეს და არ გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო. ნუ ასეთ შემთხვევაში რა ჩვენ ვერ უშველით, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში უკვე მე მჯერა რომ ეს გაკეთდება, თუ ისე გაკეთდება, როგორც ჩვენ ეს დავსახეთ, ეს ბავშვი ამ მდგომარეობიდან გამოვა და ნორმალურად კარგად გააგრძელებს თავის ცხოვრებას. ქონდა შემთხვევები ასეთიც ისეც და ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ იმ ადამიანზე, ვისაც ვესაუბრები, რამდენად მზად არის იმისთვის, რომ აი ეს ყველაფერი შეასრულოს და შეცვალოს თავის ბედვალი, იბრძოლოს საკუთარი სულისთვის. მოკლედ რო ვთქვათ. აი ეს ტენდენციები და ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრები გვაქვს ესეთი და რადიკალური ცვლილებების შესაძლებლობა ეძლევა ადამიანს. ზოგიერთი ადამიანი ძალიან საინტერესოდ მაუცებს, იმიტომ რომ რაღაცები მან უკვე შეცვალა, ინტუიციურად გზნობს რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ზოგიერთი ვერ გზნობს. ამიტომ მობრძანდით ნახოთ თქვენი პირადი რუკა, კოსმიური მისია, დავსახოთ გზა და ვიყოთ წარმატებულები. ამ ტელეფონით რომელიც გითხარით 599925228 შეგვეხმიანეთ და ვიყოთ ყველანი წარმატებულები. მოდი ასე ვთქვათ. ანამ ახლა უკვე ვისაუბრებთ ცალკეული კვირების დღეებზე. იგივე მინდა შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალი შენი ჰოროსკოპი, სადაც არის უამრავი საინტერესო ინფორმაცია, მათ შორის მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდის შესაბამისი გრაფიკით, აქ არის ასევე აღნიშნული ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივები თვეების და მიხედვით წლის განმავლობაში. ამის გარდა იცით, რომ გამოსულია დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი, სადაც არის აღნიშნულია საზღვაო პოლიტიკური პროგნოზი, დედამიწის გეომანტია თავისი გრაფიკული გამოსახვევით, ყოველდღიური ასტროპროგნოზი, 2025
წლის აღმოსავლური და დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი და უამრავი სხვა ინფორმაცია. ამის გარდა შიგნით თქვენ იცით რა გელოდებათ ამ ჟურნალში, აგელოდებათ რასაკვირველია კალენდრები, ესეთი მაგალითად პატარა ჯიბის, სადაც აღნიშნულია მთელი წლის დადებითი უარყოფითი დღეები, ახლომთვარეობა, სავსე მთვარეობა, თავისი მნიშვნელობებით, ასეთივე გვაქვს ჩვენ უკვე შიგნით ჟურნალში სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი და ასევე შემოქმედებით სასკვარლო კალენდარი, თავის დადებითი უარყოფითი დღეები და იმ დღეებით, როდის შეიძლება ან როდის არ შეიძლება ოპერაციის ჩატარება ამა თუ იმ ორგანოსთან. იმიტომ ეს ორგანო პერიოდში სუსტდება და იქ შეღწევა მithumetes ოპერაციის კუთხით არ იქნება სასურველი და ასევე დიდი ასტროკალენდარი საოჯახოს 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი შეიძლება ჩაიხედოს და დაინახოს რომელი დღე აქვს წლის განმავლობაში კარგი, რომელიც ცუდი, რომელიც საშუალო, სად არის ახალი მთვარე, სავსე მთვარე, რას ნიშნავს ყოველივე 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი აქ არის გამოსახული ნებისმიერ ოჯახის წევრი ან კოლექტივის წევრი მივა და ნახავს იმას რაც მას აინტერესებს. ეს ყველაფერი დევს ამ დიდ ჟურნალში ჰოროსკოპი, ესე იგი, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენოთ ორი ჟურნალი, ჰოროსკოპი, დიდი და ასევე პატარა შენი ჰოროსკოპი. ეს ორივე ჯერჯერობით გაყიდვაშია, პრესის ხურებში, მათ შორის დიდ ქალაქებში ყველგან არის, თუმცა რაღაც გარკვეულ საბოტაჟს აქვს ადგილი და ყველგან რატომღაც არ ამზეურებენ ამას და ვერ გავიგეთ რატო, ვიღაცებს რაღაცა არ მოწონთ ეთქობა. აქედან გამომდინარე, მაგრამ ვერ დავადგინეთ რატო და ვინ არის. აქედან გამომდინარე, ესე იგი, თუ რაღაც ესეთ პრობლემები შეექმნათ, შეეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით. 597 15 99 77 მეორე 597 15 99 77 და ამ ჟურნალებს მიიღებთ სახლში მიტანით. იქნებით გაფრთხილებული ამ ინფორმაციით, ანუ შეერაღებული. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ ჩვენს თემებს, ანუ მომავალი კვირის ცალკეული დღეების ასტროპროგნოზი. აი მაგალითად, ხვალინდელი დღე 30 ივნისი ორშაბათი დღეა. კარგია ეს დღე ძველი გეგმების რეალიზაციისათვის, საგვარეულო ტრადიციების განვითარებისათვის. ნუ იქნებით ამდროულად ზედმეტად ზედაპირული, იგზალება აქ ტყუილი, ჭორი და პროვოკაციის მოწყობა. კარგია ეს დღე ახალი შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისათვის. შედეგიანია ღვიძლის, ლიმფური სისტემის და ნერვული სისტემის, ასევე თვალების კურნალობა. და ნოდეამშეთ რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტებს, ხოჭი დალაგება და სუფთაებისთვისაც ასევე ხვანდელი დღეს როგორც ქიმწმენდისთვის ძალიან კარგია. რაც შეეხება ჯანმრთელობას სუსტება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოების მიმართებაში ხვალ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. უეს კარგია ხვანდელი დღე კუროს, კერჩხების და თხისქას ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე პირველ ივლისს არის სამშაბათი დღე, აქ ღამის საათთვის მიაქციოთ ყურადღება, მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გვეწყება 23 საათი და 58 წუთიდან ღამის პირველ საათამდე გასტანს. ანუ ამ პერიოდში ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში, ადამიანის ეს ამ დროს უკვე დაღლილია, დავდეღოთ ყურადღებით ეს მოდუნება შეიძლება გახდეს არასასურველი ტრავმების და ავარიების ფაქტორი, ამიტომ ზღოლებს, ქვეითად მოსაურულებს ჭირდებათ აქ განსაკუთრებული ყურადღება. პარტნიორ ურთიერთობებში მოერიდეთ ზედმეტად, ესე ვთქვათ, წუწუნს, საყვედურებს, პრეტენზიების გამოხატვას და წრომანებისადმი ჩაძიებას. საგვევრაცმენ შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, თევზეული, რაც ერთგვარად გაამაგრებს ორგანიზმის იმუნიტეტს. ამავდროულად აღვნიშნოთ ისიც, რომ აქაც საკმაოდ კარგია დალაგება და სუფთაება, იგივე დავუშვათ ქიმწმენ და ძველი უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლება და ასე შემდგომ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი სამშაბათს. პოზიტიურია ეს დღე ქალწულის, მორიელის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 2 ივლისს ოთხშაბათი დღეა, აქაც მიაქციოთ ღამის საათებს ყურადღება პირობებში, მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი იწყება 23 საათიდან 31 წუთიდან და ღამის პირველ საათამდე გასტანს. ანუ ამ დროს ისევ ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა. თან დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები ოთხშაბათი დღისა ასევე ითხოვენ ყურადღებას 4 შაბათი და 5 შაბათი, ასევე პარასკევი, ზედიზედ 3 დღე გვაქვს ამ კვირაში გეომაგნიტური. აი 3 დღე. ამიტომ ახლა ვიცით როცა ზედიზედ მოყვება რამდენიმე დღე ერთმანეთს გეომაგნიტური,
ყველა ამას ადვილად ვერ იტანს. მithumეტ ეს ვისაც აქვს გულსიზარვანი სისტემის პრობლემები, ვისაც აქვს მაგალითად იგივე ჯანმრთელობის პრობლემები, ან უბრალოდ მოხუცებულებს, აი ესეთ ზედიზედ 3 დღე გეომაგნიტური ცოტა მძიმედ გადააქვთ. ამიტომ ესე იგი ამ დღეებში რა უნდა ვქნათ, თუ რაღაცა გაქვთ დისკომფორტი, თავის ტკივილი და შემდგომ აუცილებლად წნევას ყურადღება, მithumეტ ხედავთ ცვალებადობა არის ჯერ კიდევ ამინდისა, წნევას ყურადღება და მე შესაბამისი პროფილაქტიკა. გინდათ ყავით თუ დაბალია და გინდათ ასე ვთქვათ წამლებით თუ მაღალია. და მოიყვანეთ წესრიგში ორგანიზმი ამით და გაცილებით უკეთ იზნობ თავს. ეს ესე იგი 4 შაბათს, 5 შაბათს და პარასკევს. 2, 3 და 4 რიცხვი ივლისისა. 2-ში, ესე იგი უბრუნდებით 4 შაბათ დღეს, გაუბრაზდებით პარტნიორებს. ეცადეთ უფრო გასაგებიანით აუხსნათ მათ საკუთარი იდეა. მოიმატებს ადამიანებში მგრძნობიარობა და სილამაზის აღქმის უნარი. დროს ფუჭად დაკარგავთ. შესაძლებელია ცვლილებები შეიტანოთ გეგმებში. ძველი საქმისგანაც განთავისუფლდეთ. არასწორად ნათქვამი სიტყვა შეიძლება გახდეს შემდგომ განხეთქილების მიზეზი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება ყელი, თირკმელები, ენდოკრინული სისტემა, შორის ფარისებრი ჯირკვალი, კანის არე. ოპერაციების ჩატარება ორგანოების მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი და 4 შაბათს და 5 შაბათს მიიღებთ დაუშვათ ხილს, მიიღებთ თაფლს და სხვა სახის, ასე ვთქვათ, ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. 4 შაბათი 2 რიცხვი კარგია ვერძის, სასწორის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. 3 რიცხვს რაც შეეხება ეს უკვე 3 ივლისია 5 შაბათი დღე, აქაც ყურადღება მმართველობა დაკარგული მთვარის პერიოდს ღამის პირველი საათიდან 24 საათამდე, ანუ თითქმის მთელი დღე და ღამე. და ყველას მძღოლებს ქვეითად მოსაუბრებლებს ჭირდებათ მაქსიმალური ყურადღება, იმიტომ რომ აქ დუნდება ზედმეტად ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს ისევ არასასურველი ტრაუმატული სიტუაციების წარმოქმნის ფაქტორი. დღე იცით რომ გეომაგნიტურია, ისე როგორც 4 შაბათი, ასევე 5 შაბათი და მერე პარასკევი და 5 შაბათს რთული გაწყვეტილების მიღების დღეა. რაიმე ერთის შენარჩუნებით ცდელობით თქვენ დაკარგავთ უფრო ფასეულს. მატლობს თუნებების, ილუზიების, მოტყუების, ემოციური არასტაბილურობის, იმპულსურობის, გაორება, მერყეობის ალბათობა ხასიათში, განსაკუთრებით მანდილ ოსნებში. პარტნიორ ურთიერთობებში მეტად აკონტროლეთ სიტყვები. სამაგერად კარგია ეს დღე კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანის არე. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოების მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა 5 შაბათს არ იქნება სასურველი. პოზიტიურია ეს დღე ტყუპების, ლომის და შილდოსნის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე პარასკევ დღეს, ეს არის 4 უკვე ივლისი, აქაც დღე გეომაგნიტურია და იცით რა უნდა გქნათ და აქაც გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. ღამის პირველი საათიდან დღის 13 საათამდე 35 წუთამდე გასტანს იგი. და რა ხდება ამ დროს? ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებს. შეიძლება გახდეს რისი მიზეზი? ტრაუმების და ავარიების. ამიტომ მძღოლებს ქვეითად მოსაუბრებლებს ამ პერიოდში ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. საკუთარი შეცდომის აღიარება პარასკევს ხელს შეუწყობს რთული პრობლემების მეტად მოგვარებას. გაჩნდება ასევე ადამიანებში პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის სურვილი. დღის მეორე ნახევარში კარგი ახალი საქმის და შეხვედრების ჩატარება. ზოგიერთმა განცხადებამ შეუძლებელია სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. იქნებით ზედმეტად იმპულსური, სულსწრაფი და მერყევი. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თირკმელები, ყელის არე, შარდსასქესო სისტემა, რეპროდუქტიული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოების მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა პარასკევს არ იქნება სასურველი. პოზიტიურია ეს დღე კუროს და კერჩხების ზოდიაქოს ნიშანთათვის. შაბათი, ეს არის უკვე 5 რიცხვი ივლისისა და აქ სწორედ შაბათს ამ დღიდან 5 რიცხვიდან 31 ივლისამდე სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა ტოვებს კუროს ზოდიაქოს და გადაიცვლებს ტყუპების ზოდიაქოში და ამ ზეგავლენის შედეგად მეტად განავითარებს პარტნიორ ურთიერთობებში გონება მახვილობას, იუმორს, კომუნიკაბილურობას, ორიგინალურობას, აქტიურობას, ეს და კარგი რაც არის და ამავდროულად გააძლიერებს მერყეობა გაორებას, ფლირტისადმი მიდრეკილებას, ზედაპირულობას, სულსწრაფობას, ტყუილი დაპირებების და ფანტაზიების ტენდენციებს. ამავდროულად აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შაბათს შარდსასქესო რეპროდუქტიული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოების მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ ექნება სასურველი. სამაგეროდ შაბათი და კვირა კარგია მაგალითად ნადირობისთვის, თევზაობისთვის. კარგია იგი ასევე მანქანის ყიდვა გაყიდვისთვის. ვინც აპირებს ამ ხრივ იღავით ამ ხრივ უფრო ყურადღები და აქტიური ამ პერიოდში.
კარგია ეს დღე ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 6 რიცხვს, 6 ივლისი, აქ ინტუიციის, ფანტაზიების მმართველი პლანეტა ნეპტუნი, როგორც აღმოჩნდეთ, 10 დეკემბრამდე ხდება რეტროგრადული უკუმავალი და ამით ამ პერიოდში მეტად განაპირობებს ძველი ეზოთერული ან რელიგიური ცოდნისა ან მასშტაბლებლებისადმი დაბრუნებას. ძველი შემოქმედებითი პროექტების გახსნებას ან მათ ახლებურად განხორციელებას, ძველი საქველმოქმედო პროექტებისა და შემოქმედებითი იდეების ასევე განხორციელებას ან დავშვათ გახსნებას და ძველი მავნეჩვეებისადმი ესეც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად. ეს შეიძლება რა იყოს მავნეჩვეებისადმი დაბრუნება. ალკოჰოლის სასმელები, ნარკოტიკული ნაერთები, აი ზოგიერთ შეიძლება ესეც გაუღვივდეს. ესეთი ტენდენციები და ამ ხრივაც ვიყოთ ცოტა მიდრეკილებებისადმი ყურადღებით. აღნიშნოთ, რომ მიზანმიმართული მოქმედება შემდეგ კვირას იქნება ფრიად წარმატების მომტანი. აქ მოწმდება თქვენი იდეებისა და სურვილების მდგრადობა. და პარტნიორულ ურთიერთობებში შეიძლება წარმოიქმნას მეტად სტაბილური და გრძელვადიანი ურთიერთობა. ამავდროულად, ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარცელსკესო რეპროდუქტიული სისტემა. ყველაზე კარგია შემდეგი კვირა თხისკას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. ესეც შემდეგი კვირის ასტროპროგნოზი. ახლა ვისაც აქვს მაგალითად სურვილი მკურნალობის დაწყების. აი ამ კვირის განმავლობაში, მოდი ასე ვთქვათ, ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 3 და 5, ასევე 6 რიცხვები. აი ეს დღეები კარგია. დარჩენილი დღეები ნეიტრალური, როგითაც რომელიმე ცუდი არ არის ესეთი. მოგზაურობის კუთხით, ვისაც აქ დაუშვათ დაგეგმილი, ამათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ 30 რიცხვი არ იქნება ცუდი, 3 და ასევე 6 რიცხვებიც. თუმცა 3 უკეთესია თუ შევადარებთ ერთმანეთს და არ ვარგა 4 რიცხვი. მოგზაურობის კუთხით. სამსახურის შეცვლის ხრივ მოდი აღვნიშნოთ, რომ მაგ კარგია უკვე 3 რიცხვი და არ ვარგა 4 და 5 ივლისის დღეები. ხელშეკრულებების დასადებად კარგია, მაგალითად 2, 3, 4 რიცხვები, არ ვარგა 5 რიცხვი ივლისისა. რაც შეეხება ქორწინებას, აი ქორწინების კუთხით, მოდი ასე ვთქვათ, შაბათი კვირა ნაკლებად. შაბათი კვირა ნაკლებად, მაგალითად აქ უფრო უკეთესი იქნება ისე დღეები, როგორც არის მაგალითად 2. 2 რიცხვი უკეთესია, ამ ხრივ სხვათა შორის 3-იც კარგი იქნება. აი ეს დღეები 2 და 3 გამოვარკვევთ და აი შაბათი კვირა 5-6 არა. დარჩენილი დღეები საშუალოა. ეხლა ვისაც აქვს ბინის ყიდვის, გაყიდვის, ახალბინაში გადასვლის ტენდენცია, 30 რიცხვი კარგია, 3, 4, 5-იც კარგია. ცუდი არც ერთი არ არის. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის კარგია 1, კარგია 6 და არ ვარგა 5 რიცხვი. მსხვილი საყიდლებისთვის, აქ 2 რიცხვი გამოიყენოთ და 5 რიცხვიც გამოიყენოთ. მაგრამ არ ვარგა 1 ივლისი. სასამართლო პროცესებისთვის ყველა კარგი იქნება აქ 30 რიცხვი, ასევე 1, 2 აი ეს რიცხვები გამოიყენოთ და არ ვარგა 4 ივლისის დღე და რიცხვი. დარჩენილი დღეები საშუალოა. ეხლა ვისაც აქვს მაგალითად თმების შეჭრა განზრახული, აი მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ თმების შეჭრა კარგი იქნება, აქ ჩვენ გვაქვს რამდენიმე კარგი დღე, უბრალოდ სკოლისა შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 რიცხვით, 3 რიცხვით, ასევე 5 და 6. უნერთი გარამ გაითვალისწინეთ. 5-ში, ხო, სხვათა შორის პირველიც კარგია და 30-იც კარგია. ახლა მთლიანობაში თითქმის მთელი კვირა კარგია. მაგრამ ახლა მინდა პატარა განსხვავებები, ნიუანსები გითხრათ. ესე იგი, თუ თქვენ შეიჭრით 30 ივნის ან 1 ივლისს, თქვენი თმა ამოვა შემდგომ ნელა. ეს გაითვალისწინეთ. აი მაგალითად 2-ში 3-ში კარგია თმების შეჭრა, საშუალო დონეზე ამოვა, სიჩქარის კუთხით გულისხმობ, ხოლო 4-ში, 5-ში, 6-ში შეჭრილი თმები, ანუ მთელი კვირა შეგიძლიათ ამ ხრი გამოვიყენოთ, მაგრამ 4-ში, 5-ში, 6-ში შეჭრილი თმები მერე სწრაფად გაიზრდებიან. ამიტომ ზოგისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მათ საყურადღებოდ ვაცხადებ სწორედ ყოველივე ამას. ეხლა აღნიშნოთ უკვე საფინანსო ჩვენი ასე ვთქვათ კალენდარი და რა რიტუალებია საფინანსო, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი და ფინანსური წყაროები თქვენდამი, ან მოხდეს განზიდვა თუ ასე ვთქვათ არასწორად მოქმედებთ. და რა პერიოდები გვაქვს ჩვენ ესეთი. მაგალითად 30 ივნისი. კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში შესაძლებად. საიუველირო ნივთების შესაძლებად. ეს მოიზიდავს შემდგომ თქვენდამი ფინანსურ ეგრეგორს, მაგრამ სხვის საფულეში, ჩაიხედავთ. თქვენი საფულედან წავა შემდგომ ფული. პირველში კარგია საფულის შეძენა.
ორში აქაც შეგიძლიათ ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება და სხვა შორის კარგად მოფიქრებული ინვესტიციების შესრულება, მაგრამ არ ვარგა საათის შეძენა. 3 ივლისს აღვნიშნოთ, რომ კარგია ქველმოქმედება ნებისმიერი, არ ვარგა ვალის დაბრუნება, საიუველირო ნივთების შეძენა. 4-ში კარგია კაპიტალდაბანდება, ცოტა კარგად მოიფიქრეთ, ნოიჩქარებთ. არ ვარგა აქ ფულის ვალში გაცემა აღება და ინვესტიციების გაკეთება. 5 ივნისს კარგია მაგალითად საათის შეძენა, საკუთარი ფულის გადაცვლა. სხვი საფულეში ისევ 5-ში ნუ შეხედოთ, თქვენ საფულიდან წავაზოთ მე თანხა. 6 ივნისს კი კარგია ვალის გასტუმრება, საათის შეძენა, აი ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ გავაძლიეროთ ფინანსური ეგრეგორი. ეხლა რაც შეეხება უკვე ანგელოზის დროს. მოგხსენებათ ეს ის დრო, რომელსაც თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ იმართოთ თქვენს ფარველ ანგელოზს და თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. და თუ თხოვნა ადეკვატურია, ეს ყველა შესრულდება, თუ არ გეკუთვნით და არ ასრულებთ თქვენს კოსმიურ მისიას, მაშინ ეს ყველა ეს თხოვნა არ შესრულდება. 30-ში. ხვალ. ანგელოზის დრო ჩვენ გვაქვს დილის 9 საათიდან დილის 10 საათამდე. შემდგომ უკვე პირველში დილის 8 საათიდან 10 წუთიდან დილის 9 საათამდე. 2-ში 15 საათიდან 15 წუთიდან 16 საათამდე 3 წუთამდე. 3-ში 7 საათიდან 45 წუთიდან 8 საათამდე 40 წუთამდე. 4-ში 11 საათიდან 16 წუთიდან დღის 12 საათამდე. 5-ში 17 საათიდან 20 წუთიდან 18 საათამდე 15 წუთამდე. და 6-ში უკვე 16 საათიდან 10 წუთიდან 17 საათამდე 5 წუთამდე. აი ეს არის ანგელოზის დრო, რომელიც შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ. და ეხლა უკვე პირველ რიგში მოდით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ წინა გადაცემაში გქონდა საუბარი სტიქიებზე და ნუ გარკვეულწილად გამოხმაურება გქონდა რსკვლელი ამ სტიქიებს, ბევრი აინტერესდება ამ სტიქიებით და ნუ მოკლედ მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ძალიან რო ეხლა არ დაგტვირთოთ, მინდა მოკლედ გითხრათ, რომ სტიქიები ბევრად გვაძლევს საშუალებას იმისა, თუ გავიგოთ, რსკვლელის ბოლომდე არა ეს ინფორმაცია 100%-იანი თავისთავად, მაგრამ ნუ 50%-ზე დაახლოებით გაჩავს. სტიქიები, ნუ მაგალითად, აი მე, როგორც კურო, ვარ სტიქია, კურო არის სტიქია მიწა. ანუ ვის უგებს მიწა? შესაბამისად, ხო, ზოგადი ასტროლოგიური ცოდნით მე უგებ თხისქას და კალთულს. კი ბატონო, ეს სამი მონათესავე ნიშანია, მსგავსება გვაქვს ბევრი. ასევე ვის უგებს კიდევ მიწა? 12 ნიშნიდან უგებს წყალს. აი ნახეთ, უკვე თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის სასურველი ადამიანებისთან საერთო-ენას იპოვით. წყალში ვინ შედის? აქ შედის მორიელი, შედის კერჩხები და შედის ასევე თევზები, ხო? კარგია ბატონო, ეს ჩვენიერია, ესე თქვენ უკვე გამოკვეთეთ 5 ნიშანი თქვენს გარდა, რომელთაც შეიძლება საერთო-ენის პოვნა. ზოგადი ასტროლოგიით ესია. ეხლა მე რატო ვასწავლოს, იმიტომ რომ ეკითხებიან ხშირად ამას, რომ აი იცით რა, ამას ვკითხულობთ, ესია ყველაფერი, მაგრამ ცხოვრებაში მე რეალურად სხვა ხდება. აი ყავს ეს ნიშანი, რომელიც წესით კარგად უნდა იყოს ჩემთან მეუღლე, მაგრამ სულ პრობლემები გაქვს და ჩხუბობ და კონფლიქტები გვაქვს. აი მინდა გითხრათ, რომ ესეთი მოვლენები რასაკვირველად ხდება და მიხდება, ასე ვთქვათ, ახსნა განმარტების მიცემა და რასაკვირველად თქვენს ვეცდები რომ აგიხსნათ. ეხლა რა ხდება ესე დროს? პირველ რიგში გავითვალისწინოთ ერთი რამ. რა ხდება ესე დროს, რომ ჩვენ უნდა პირველ რიგში გავითვალისწინოთ ეს ზოგადი ინფორმაცია ზოდიაქოებზე და სტიქიებზე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უმთავრესი არის პირადი ჰოროსკოპი. რატო უსვამ მე ხაზს, როცა გეუბნებით, რომ პირადი ჰოროსკოპი უნდა შედგეს? იქიდან კიდე სულ სხვა ინფორმაციას გაიგებთ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მე ვხედავ წარბები როგორ აზდით ხოლმე, რომ მე ეს მეგონა თურმე სხვა ყოფილა. ზოგი მეუბნება, რომ მე ვზნობდი ჩემ თავს, რომ არა ვარ ტიპიური მაგათ კლასიკური შელოსანი. და ამოშთება მართლაც არ არის და რატო უკვე ხდება? და იქამდე საგონებელშია. და აქედან გამომდინარე, მოდი აღვნიშნოთ, რომ აი მაგალითად დავუშვათ თუნდაც ხართ კურო, მაგრამ ამავდროულად თუ მძიმე ესეთი პლანეტა, რომელიც არის მუხრუჭი, როგორც არის სატურნი, თუ თქვენს პირად ჰოროსკოპში მოხდა რომელიმე ამ კარგ თქვენთვის ნიშანში, თუ იყოს გინდა თუ გინდა წყლისტიქის ნიშანი, მორიელი, ან თუნდაც იყოს მიწის ნიშანი, თხისქა, ეს უკვე გაგირთულებთ მათთან ურთიერთობებს. ანუ კლასიკური ვარიანტით კარგია ურთიერთობა, მაგრამ აი ეს დეტალი უკვე თქვენ შორის ურთიერთობებს პრობლემის წინაშე აღენებს. მაგრამ შეიძლება მოხდეს საპირისპიროც რას გულისხმობ, აი მაგალითად
კუროსთვის მაგალითად არ არის სასურველი ურთიერთობა ვისთან, ну მაგალითად ლომთან და ასევე თუნდაც მერწყულთან. ზოგადი კლასიკური ასტროლოგიით არ არის სასურველი, იმიტომ რომ იქ არის მიწა, იქ არის წყალი და ჰაერი, რომელსაც მიწა არ მეგობრობს, ხო? მაგრამ ეხლა წარმოგიდგენთ პირად ჰოროსკოპში თქვენი დაბადების მომენტში გამარჯვების პლანეტა იუპიტერი ან თქვენი ამფარველი ანგელოზი თუ მოხვდა მორიელში, იმაში ლომში ან მერწყულში, მაშინ ამნიშნებთან გაცილებით უკეთეს ურთიერთობა თუ რას უყურე, ახლა ბოლომდე ანტაგონიზმი არ აღმოიფრება, მაგრამ გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს და სავსებით შესაძლებელია ურთიერთგაგების უფრო მეტად პოვნა. აი, ამიტომ ამბობ, პირად ჰოროსკოპში შემოვა ესეთი ნიუანსები, რომელიც ბევრ რამეს ცვლის ადამიანთა შორის ურთიერთობებს და მის ფსიქოტიპში. ეხლა, შემდეგ გადაცემიდან თუ მოგვეცა დრო საშუალება, მე მინდა უკვე მე გესაუბროთ ნუმეროლოგიის პრინციპებზე. ეხლა, ჩვენი დრო იწურება, მე მინდა გითხრათ, რომ ხვალ დილით 11 საათზე კიდევ ერთხელ ვნახავ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში. დღევანდელ ჩვენს გადაცემას და ასევე რაც გვქვია Facebook-ზეც დაიდება ეს გადაცემა, აქედან შეგიძლიათ გაეცნოთ და YouTube-ზეც. ამის გარდა ხვალ დილით უკვე 15 წუთი რო დააგდება 9-ს ჩვენ შევხვდებით ტელეკომპანია იმედის ეთერში და მე გადავისლებთ რადიო იმედში 10-20 წუთზე დილით და მე დილის 10 საათზე შევხვდებით პოზიტივის დილის გადაცემაში. ასევე იცით რომ რადიო პორტნა ყოველ დილით 3-ჯერ ახმოვანებს ჩემს მიერ თქვენ დამიბოძებულ ასტროლოგიურ პროგნოზს იმ კვირის და ცალკეული დღეების შესახებ. ამასთან ერთად იცით რომ ასევე ხუთშაბათს ვხვდებით ერთმანეთს დილის 9 საათზე პოზიტივის ასე ვთქვათ სატელევიზიო ეთერში და აქაც გვაქვს თავისუფალი თემა და პარასკევსაც ვხვდებით რუსთავი 2-ის დღის გადაცემაში. მაგრამ ამ პარასკევს არ შედგა. თუ ახლა რომელიმე უყურებდა ნახეთ რომ გადაცემა არ შედგა, უკვე მიხვდით ალბათ რატო? იმიტომ რომ იყო სამთავრობო გამოსვლა, რის შედეგად წყდება ყველა სახის გადაცემები. ამიტომ ჩვენი გადაცემაც ამ პარასკევს რუსთავი 2-ის ეთერში არ შედგა, იმიტომ რომ იყო სამთავრობო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. მაგრამ მედია რომ შემდეგ პარასკევს მოგვეცემა საშუალება რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ საინტერესო თემა იყო შერჩეული. და აი ასე თქვენ შეგიძლიათ ასევე მიიღოთ ინფორმაცია ამ გადაცემებიდან, იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მინდა დაგემშვიდობოთ, მაქსიმალურად გამოიყენეთ უკვე ეს კვირა და დაახლოებით 17 ივლისამდე აქტიურად იმოქმედეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიური თქვენი საქმეები იდეები ეცადეთ რომ ამ პერიოდში მოიყვანოთ რეალიზაციაში. ამ ინფორმაციით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.